მე ორი კვირის წინ ვისაუბრე გახსოვთ იმაზე სამ საცდურზე, რომელსაც ვერ უძლებს ამ ქვეყნიური ხელისუფალი. მე მინდა რაღაც დავამატო იმას. დავამატო იმ ნათქვამს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ნახეთ, ჩვენი სარწმუნოება ცოცხალი უნდა იყოს. ცოცხალი სარწმუნოება რას ნიშნავს, რომ ყველა სიტუაციაში, ყველა განსაცდელის დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას გვეუბნება ღვთის სიტყვა. ცოცხალი სარწმუნოება ამას ქვია, ხომ? მე უნდა ვიცოდე, აი რას მეუბნება ამ საკითხზე ღმერთი, რომ ღმერთს არაფერი არ დაუტოვებია უპასუხო. აი ჩვენი ორი კვირის წინ ვისაუბრეთ, რომ ძალაუფლება იყო, ძალაუფლების სიყვარული იყო ერთ-ერთი მთავარი საცდური, ხო? რასაც ეშმაკის თავაზობს ხელისუფალს და მას თუ რწმენა არ აქვს ღვთისა, ის ძალაუფლება მას შეიპყრობს ხოლმე და შეპყრობილია იმ ძალაუფლებას. მაგრამ უფალმა რომ გაგვაფრთხილა, რომ აი ამ ძალაუფლების ვნებას არ დაემორჩილოთო, თან იქ გზაც გვიჩვენა, როგორ უნდა ავირიდოთ ეს თავიდან, ხო? აი ცოცხალი რწმენა ნიშნავს ამას, რომ მე ვიცოდე გამოსავალი გზა სად არის. უფალმა ბიბლიაში ეს გვიჩვენა, გესმით და ჩვენ რომ მართლა ბიბლიის ერი ვიყოთ, ჩვენ ხომ გონია რომ ქართველები ყველაზე მორწმუნე ხალხია, ხომ ასეა? მაგრამ ასე არ არის. ჩვენ რომ მართლა ბიბლიის ერი ვიყოთ, ჩვენ გვეცოდინებოდა როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ძალაუფლების ვნებისაგან. გესმით? აი მაგალითად, ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ ეს ჩვენმა მტრებმა შემოაპარეს ეს სიტყვა, რომ პოლიტიკა არ არის თქვენი საქმე. ხომ? ხოლმე. პოლიტიკა არ არის თქვენი საქმე. პოლიტიკა აი იმათ საქმე გზევით რომ ზიან და რომ სარგებ. არ არის მასე. გესმით? აი ცოცხალი რწმენა ამას ნიშნავს, რომ ეკლესიის საქმეც არის პოლიტიკა, ოღონდ იმ კუთხით რაც მას ევალება. აი რატომ უყურეთ? პოლიტიკა სიტყვას რას ნიშნავს თვითონ სიტყვა პოლიტიკა? ძალიან სიტყვა გვეუბნება, გესმით? პოლისი იყო ძველ ბერძნულში რა? ქალაქი. და პოლიტიკა ნიშნავს საქმეს, რომელიც ჩვენ ქალაქს ეხება. გესმით? როგორ შეიძლება ქალაქში პოლისი ნიშნავს ქალაქი. ან ჩვენი სახელმწიფო და საქმე, რომელიც ჩვენს ქალაქს ეხება, ხო? შეიძლება კაცი ქალაქში ცხოვრობდე და იმ ქალაქის ამბავი არ გადარდებდეს? ხომ არ შეიძლება? ასე რომ პოლიტიკა გარკვეულწილად ყველას გვეხება, ხომ ასეა? აი სიტყვა საქართველოს ხომ რესპუბლიკაა, მაგალითად, ხო რესპუბლიკაა საქართველოს. რესპუბლიკა ლათინური სიტყვაც იმგივეს ნიშნავს. რეს ნიშნავს საქმეები, საკითხები, პუბლიკა საზოგადო, ხო, ხალხი. ანუ საზოგადო საკითხები. საზოგადო, საჯარო საკითხები, რაც ეხება ყველას, ვინც ამ რესპუბლიკაში ცხოვრობს, ხო? ამიტომ ჩვენ გვეხება ეს. ეს ჩვენ ცხოვრებას მე ან აფუჭებს, ან ამწარებს, ან კარგი ცხოვრება გვექნება თუ ჩვენ სწორად ვერ ვითამაში. აი რა მინდა მე ვთქვა დღეს, ნახეთ, ძალაუფლება. როგორ დავიცვათ თავი ძალაუფლებისგან? ანუ ხომ შეიძლება თქვენთაგან რომელიმე ზოგადად მთავრობაში მოხდეთ, ხომ შეიძლება? აი როგორ დავიცვათ ძალაუფლების ვნებისგან თავი? ან ის ხალხი, ვინ ძალაუფლებაში არის, ან ვინც დღეს არის ძალაუფლებაში, ვინც ადრე იყო, აი რა შეცდომები დაუშვეს მათ? ან ვინც შემდეგ იქნება ძალაუფლებაში? აი ბიბლია გვასწავლის, გესმით ამას? უყურეთ, ძველ აღთქმაში, აი ბიბლიაში ასეა. ღვთის ერს ღმერთმა ასწავლა ეს გზა, როგორ უნდა დაიცვან თავი აი ამ ვნებისაგან. უყურეთ, ღვთის ერში იყო სამი დიდი ძალაუფლება. აი ჩვენ ხო ვამბობთ ხოლმე, რომ რამდენი ხელისუფლებაა, თქვათ აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, ხო ვამბობთ ხოლმე ამას და თქვათ კიდევ სხვა. აი ძველ აღთქმაში ღვთის ერში იყო სამი ძალაუფლება. პირველი რა იყო? მეფე, მეორე მღვდელი და მესამე წინასწარმეტყველი, რომელიც ასწავლიდა, ანუ წინასწარმეტყველს ჰქონდა მასწავლებლის ფუნქცია, მღვდელს ჰქონდა ტაძარში მსახურების ფუნქცია და მეფეს ჰქონდა, სახელმწიფოს ქვეყნის მართვის ფუნქცია. ღმერთმა ნახეთ რა გააკეთა, სანამ მთელი ეს პოლიტიკური ფილოსოფია და თეორიები ჩამოყალიბდებოდა, ჩვენ ხო ვიცით, რომ პოლიტიკა იმართება პოლიტიკური თეორიებით, ფილოსოფიით, ხო? რასაც სწავლობენ ნამდვილი პოლიტიკოსები. რა ღმერთმა უთხრა ისრაელს? რა უთხრა? სამი ძალაუფლება, ხო, აი კარგად მოусმინეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სამი ძალაუფლება. ღმერთმა თქვა, არასოდეს ეს სამივე ძალაუფლება არ იქნება ერთი კაცის ხელში. გესმით? სამივე ძალაუფლება არასოდეს
არ იქნება ერთი ადამიანის ხელში და ღმერთმა ასეთი კანონი მისცა მათ, რომ ისრაელში ხო 12 ტომი იყო, 12 ძმისგან იყო, ხო ეს ისრაელშიგანი. მან თქვა ღმერთმა უთხრა, იუდას შტოდან იქნება მეფე მხოლოდ, ლევის შტოდან იქნება ლევის შტოდან მღვდელი და წინასწარმეტყველი ყველა შტოდან შეიძლება. ეს რას ნიშნავდა? გესმით, რომ ვერც ერთი კაცი ვერ იქნებოდა სამივე. გესმით? შეიძლება მეფე და წინასწარმეტყველი ყოფილიყო, მაგრამ დავითი მეფსალმუნე მეფეც იყო და წინასწარმეტყველი, მაგრამ ის მღვდელი ვეღარ იქნებოდა. ტაძრის ძალაუფლება, სამღვდელო ძალაუფლებას ის ვერ მიიტაცებდა, იმიტომ რომ აკრძალული იყო ღმერთის კანონით, რომ იუდა შტოდან იყო დავითი, ხომ? ლევის შტოდან უნდა ყოფილიყო. რატო გააკეთა ღმერთმა ეს? როგორ გონიათ? რატომ მისცა? რატომ? იმიტომ რომ ადამიანი დაცემულია, ადამიანი ცოდვიანია და არ შეიძლება მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ ხელში, ერთი კაცის ხელში, გესმით? ბიბლიაში გვაქვს ეს მოცემული. და ჩვენ რა გვემართება საქართველოში ყველაზე მეტად? ყოველთვის ერთ კაცს უნდა რომ ყველაფერი ხელში კონდეს, ხომ ასე? ერთ კაცს უნდა რომ ყველაფერი მას ემორჩილებოდეს. თავად ეკლესიაც ხანდახან, ხომ? ძველი მთავრობებიც ასე აკეთებდნენ, ახლანდელიც ასე აკეთებს და მომავალში იქნება ისწავლონ, ანუ ძალაუფლების განაწილება არის ღმერთის ნება, გესმით? რომ ძალაუფლება უნდა განაწილებული იყოს, რომ ერთმანეთი აკონტროლონ აი ამ შტოებმა, გესმით? თუ ერთი კაცის ხელში ექცევა ძალაუფლება, ყოველთვის გარყვნილებით და ბოროტებით მთავრდება. იმიტომ რომ ეს ღმერთის ნების საწინააღმდეგოა. ხომ გამიგეთ ისე თქმა მინდა? ბიბლიური კანონია ეს. სამი ძალაუფლება იყო ბიბლიაში, ღვთის ერში და ღმერთმა დაუკანონა მათ მისცა მცნება, რომ არასოდეს ერთი კაცის ხელში არ იქნება ეს სამი ძალაუფლება. ვის ხელში შეიძლება იყოს ეს სამივე ძალაუფლება, როგორ გონიათ? არის ერთადერთი კაცი, ვის ხელში შეიძლება ეს იყოს? იესო ქრისტეს ხელში. როცა იესო ქრისტე მოვიდა ჩვენთან პირველად, ის ხო მეორეთაც მოვა. პირველად რომ მოვიდა, ის მეფეც იყო ისრაელის, რომელიც არ მიიღეს. ის მღვდელიც იყო, რატომ? იმიტომ რომ მან თავისთავად შესწირა, მღვდლები ხომ სხვებს წირავდნენ ხომ? თავისთავად შესწირა ღმერთს და ის წინასწარმეტყველიც იყო, რადგან ყველაფერი გვასწავლა ღმერთის შესახებ, ხო? და აი მეორეთ რომ მოვა უფალი, აი მის ხელში იქნება სრული აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ რომელია ჩვენ შორის ქრისტეს მსგავსი? რომელი ჩვენ საქართველოს მთავრობები ავიღოთ, წარსულიც, ეხანდელიც, მომავალიც. აი რომელია ქრისტეს მსგავსი, რომ მას პრეტენზია ჰქონდეს, რომ მე უნდა მეპყრას ხელში ყველაფერი, ხომ არ არის? აბა რატო გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ყველაფერი შენ გემორჩილებოდეს? გესმით? არ შეიძლება ამის გაკეთება, ბიბლია გვასწავლის ამას. და ნახეთ, აი ამით დავასრულოთ დაბადების წიგნის 59 თავი გვეუბნება, რომ იუდას, აი ეს კანონი, აი ეს ძალაუფლების განაწილების კანონი იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ასე უნდა იყოს. სანამ არ მოვა ისო, ანუ სანამ არ მოვა ის, ვის არის ნამდვილი მფლობელი ამ ძალაუფლების და ვისაც ეკუთვნის, რომ ემორჩილებოდეს ყველა ხალხი, ეს არის 59 თავი დაბადების. ასე იქნება, ღმერთი ამბობს, სანამ არ მოვა შილო არის მშვიდობის მომტანი. აი შვიდობას ვინც მოგვიდას, აბსოლუტურ მშვიდობას და უსაფრთხოებას ვინც მოგვიდას, არის იესო ქრისტე. და მას ეკუთვნის, რომ ქედი მოუხაროს ყველა ხალხმა და ის არის იმედი ხალხის. მხოლოდ მას აქვს ამისი უფლება. არავის სხვას, გესმით? და როგორც კი ჩვენ ხო საზოგადო, ჩვენ ხო ქალაქის ხალხი, საზოგადო პოლისის ცხოვრებლები ხო ვართ ჩვენ. როგორც კი დაინახავთ, რომ ვინმე აბსოლუტურ ძალაუფლებას ესწრაფვის, იცოდეთ, რომ ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. და არ დაემორჩილოთ ამას. იმ წუთში გააპროტესტეთ. არ შეიძლება არც ერთი ადამიანი არ არის ისეთი წმინდა, რომ მას უფლება ჰქონდეს ყველაფერი მის ხელში იყოს. აი ამას გვეუბნება ბიბლია. გესმით? და ჩვენ რომ იმას ვიმეორებ, რომ ჩვენ რომ ბიბლიის ხალხი ვიყო და გვესმოდეს რას გვეუბნება ბიბლია, დიდი ხანია ამას გავაპროტესტებით, რომ ვიღაცეები ხშირად ცდილობენ, რომ ყველაფერი მათ ხელში ან მათ ჯიბეში იყოს ქვეყანაში, გესმით?
არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს არის ბიბლიის საწინააღმდეგოა ეს. და თუ ჩვენ თავი მოგვაქვს რომ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანები ვცხოვრობთ საქართველოში, ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ ხალხსაც და მთავრობასაც, რომელი მთავრობაც იქნება ეხლა მომავალში თუ წარსულ მთავრობებმა ეს შეცდომა ყველამ დაუშვა, რომ ვერ მივახციეთ იმას, რომ ღვთის ცნება დავიცვათ და ეს ძალაუფლების ვნებამ არ შეიპყროს ხელისუფლება. აი ამის თქმა მინდოდა თქვენთვის, მეგონი გასაგებად თქვი, რაც თქვი, გავითვალისწინოთ ჩვენც, იქნება სხვებმაც მოусმინონ ამას და ერთხელ და სამუდამოდ. ნახეთ, ის 3 თუ 4 ძალაუფლება, 5 ძალაუფლება, რომელიც ქვეყანაში იქნება. მათ შორის მშვიდობა და ერთსულოვნება როდის იქნება? რომელიც ყველა პირველ რიგში ღმერთს მოусმენს და მის ცნებებს გაითვალისწინებს და მეორე, როცა სამშობლოს ერთგულებით იცხოვრებს ყველა. სამშობლოსთვის რაც არის კარგი, ქვეყნისთვის რაც არის კარგი, აი იმისთვის თუ იცხოვრებს ყველა, შტო? ძალაუფლების, მაშინ ერთად ააშენებენ, როგორც სხეულს ხომ სხვადასხვა ასო აქვს, ხელი, თვალი, ყური, ენა, მაგრამ ყველა ხო იმიტომ ცოცხლობს, რომ ეს ადამიანი აცოცხლოს. ხო, აი ასეა საქართველოს. საქართველო არის ერთი სხეული, ჩვენ სხვადასხვა ასოები ვართ სხეულის და ყველამ იმიტომ უნდა იცოცხლოს, რომ აცოცხლოს საქართველო. თორე დაიღუპება ქვეყანა. ბიბლიაში არსად არ წერია, რომ საქართველო მეორედ მოსვლამდე იქნება. არსად არ წერია, გესმით? თუ ჩვენ არ გაუფრთხილდით საქართველოს, შეიძლება მეორედ მოსვლამდე საქართველო არ იარსებობს. გესმით? ისრაელზე წერია, რომ მეორედ მოსვლამდე ისრაელი იქნება. მაგრამ საქართველოზე არ წერია არსად, რომ ეს ერი იქნება მეორედ მოსვლამდე. თუ გწამთ ბიბლიას, ამიტომ ესე იგი რას გვეუბნება ეს ჩვენ? თუ ჩვენ არ გაუფრთხილდით საქართველოს, შეიძლება არ იარსებოს საქართველო. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან უსმინოთ ღმერთს და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.